მოგესალმებით, ეს არის NLP-ის გამოცდა და ჩვენი სტუმარი არის ლიზი ჭრელაშვილი. გამარჯობა ლიზი. გამარჯობა თათული. როგორ ხარ პირველ რიგში ეკითხარი? კარგად, შენ? მეც ძალიან კარგად. დაგისვა რამდენიმე შეკითხვას და პირველ რიგში მომიყევი საკუთარ თავზე, რამდენი წლის ხარ, როდის გაქვს დაბადების დღე და ზოგადად აი შენი ყოველდღიურობა როგორი არის, მაგაზე მომიყევი. მე ვარ ლიზი. მე ვარ ნოდარი. აჰა, ვინ ვარ და მქვია ნოდარი. ლიზი ჭრელაშვილი. არა მე პედაგოგი ვარ. ვარ 20 წლის, 21 წლის ვხვდები 27 დეკემბერს, ძალიან მალე მოგვს დაბადების დღე. ვარ მეოთხე კურსის სტუდენტი, PR-სა და კომუნიკაციაზე ვსწავლობ, ყველასთვის ცნობილია. და ამ ეტაპზე ვმუშაობ კლინიკა მედის მარკეტინგის დეპარტამენტში, ვარ სტაჟიორი. აქ უკვე დროა დავიწყოთ გამოსის ნამდვილი პირობის შესრულება და ხო, ყველანაირი მაიმუნობის გარეშე. ოკეი. ტუჩი, თვალი და სახის ზოგადი გამომეტყველება. თუ კარგად დააკვირდით მანამდე, ნახავდით, რომ მისი შუბლი საერთოდ არ იყო მანამდე შეჭმუხნული, თუმცა როგორც კი ამ თემაზე დაიწყო საუბარი, იმ წამსვე შეიცვალა მისი შუბლი, ანუ უფრო დაიძაბა და შესაძლოა ეს სტრესის ბრალიც იყოს, თუმცა რეალურად ჩვენ არ ვიცით ეს სტრესი საიდან მოდის. ამიტომ რადგან ასე გადაჭრით დასკვნას ვერ დავდებდით ერთი მიმიკის გამო, გადავწყვიტე, რომ ამ თემაზე უფრო მეტად ჩავკითხებოდი. რაც შეეხება ყოველდღიურობას, რავი, დილით უყურებ 7 საათზე, მაქსიმუმ 5 ნახევარზე, ვემზადები, მივდივარ სამსახურში, 6 ნახევარამდე ვმუშაობ და შემდეგ სახლში მოვდივარ ხოლმე ან უნივერსიტეტში. უნივერსიტეტი მოგწონს ზოგადად და შენი ფაკულტეტი რაზეც სწავლობ? არა, უშავს რა. და რატომ? ფაკულტეტი მომწონს, უბრალოდ არის რაღაცეები, რაც კონკრეტულად ამ უნივერსიტეტში არ მომწონს, ანუ სხვა მოლოდინები მქონდა და სხვანაირად მოხდა რაღაცეები. ფიქრობ, რომ სხვა უნივერსიტეტში იგივე ფაკულტეტს უფრო უკეთესად გასწავლიდნენ? არა. იმიტომ რომ ანუ მე რო ჩავაბარე მაგ დროს მარტო კავკასიას ჰქონდა PR-ის ფაკულტეტი და მაგიტო რავი ვერა ფიზიკურად. ამ მომენტში ლიზი სრულ სიმართლეს ამბობს და არის მაქსიმალურად გულწრფელი, რადგან მხრების მოძრაობა ჩართო უკვე საუბრის დროს. მსგავსი ტიპის სხეულის ენა კი გვიჩვენებს, რომ ადამიანი მაქსიმალურად გულწრფელია. გადავინაცვლოთ სხვა თემაზე. მინდა ისაუბრო შენ საყვარელ საქმიანობაზე, რა არის შენი ზოგადად მოტივი ამ საყვარელი საქმის კეთების. ეს მცირე ღიმილი ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ ლიზის თავისი საყვარელი საქმიანობა ნამდვილად უყვარს. ან არის მეორე ვარიანტი, რომ რაღაც ძალიან მაიმუნობა უნდა თქოს და მაგიტომ გაეცინა წინასწარ ამ შეკითხვაზე. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ძილი. იმიტომ რომ ძალიან ქრონიკული უძილობა მაქვს ამ სამსახურის და უნივერსიტეტის გადამკიდე. ვაიმე, გავიგე დედა, გაგების დონეზე გავიგე, შვილო. თუმცა უფრო სერიოზულად რო შევხედოთ, ზოგადად ძალიან მხიარული ადამიანი ვარ და მიყვარს ძალიან ცეკვა და სიმღერა. და შეიძლება ითქვას, რომ ეგ არის ჩემი ჰობი. კითხვაც იყო ჩემი ჰობი, მაგრამ ბოლო დროს რაღაცნაირად ვერ ვახერხებ ამ ყველაფერს. და წერა მიყვარს ძალიან და ხშირად ვწეროღან, ანუ ჩემი ხელის წერა მიყვარს და ძალიან ხშირად ვწერ ხოლმე. აქ თანხმედროში მოვიდა უკვე ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, ანუ ამბობს, რომ ძალიან ხშირად უყვარს, როცა თავისით წერს და ამას ხელითაც გვაჩვენებს, ანუ გამოდის, რომ ის მაქსიმალურად გულწრფელი არის ამ მომენტში. სხვა რა ვიცი, ესეთი ჰობი არაფერი არ მაქვს. კერძები აქ ძალიან აღფრთოვან და კერძების ხსენებით, ამიტომ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს თემა საკმაოდ მნიშვნელოვანი არის მისთვის. ამაზე კი მეტყოლებს მისი გაფართოებული თვალები და აწეული წარბები. სხვა კიდევ ხوار დაამატებდი რამე შენ საქმიანობაზე. აი კლინიკა მედი ახსენე და მოგვიყევი მასე, ზუსტად რა საკეთებ, რამდენად მოგწონს შენი საქმე. როგორც წინაზე, სამსახურზე საუბრის დროს მან თვალები ზევით აწია, რაც სტრესის მანიშნებელი შეიძლება იყოს, თუმცა ჯერჯერობით მაინც დავაკვირდეთ. მოკლედ, კლინიკა მედი 25 წელია რაც ბაზარზე მოღვაწეობს, 26 წელი შეუსრულდა უკვე. ვარტლა, კარგია ძალიან. ამ ეტაპზე ვარ სტაჟიორი, იანვრის ბოლომდე ვიქნები სტაჟიორი და შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ ამიყვანენ და ვიქნები ჯუნიორ მარკეტერი. ანუ ამ შემთხვევაში ხა ყველაფერს ვაკეთებ, ვიდეოებსაც ვამონტაჟებ, ანუ ვიდეოებსაც ვიღებ ხანდახან rilsებს და მსგავს რაღაცებს, ანუ TikTok-ისთვის რაღაცების შეკვეთა, ანუ მარკეტინგული საქმიანობა რაც არის, მაგასაც ვაკეთებ, AI ვიდეოებსაც აი აქ უკვე ძალიან საინტერესო რაღაც გამოჩნდა, რადგან ჯერ მისი მიმიკა, მოდი კიდევ ერთხელ ვნახოთ.
შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ ამიყვანენ და ვიქნები ჯუნიორ მარკეტერი. ანუ და ახლა ვნახოთ შემდეგ რას ამბობს. ამ შემთხვევაში ხა ყველაფერს ვაკეთებ, ვიდეოებსაც ვამონტაჟებ, ან ვიდეოებსაც ვიღებ ხანდახან. აქ ძალიან საინტერესო იყო ის, რომ მისი სახის პირველადი გამომეტყველება საერთოდ შეიცვალა, ანუ თავიდან თუ ქონდა რაღაც ძალიან თავდაჯერებული და განსხვავებული სახე, ახლა უფრო მეტად დაასერიოზულა. შესაბამისად, შესაძლოა, რომ ის პირველი სახე, რომელიც მას ჰქონდა, შედარებით ფეიკი იყო. და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ შეიძლება სინამდვილეში სულაც არ ფიქრობდეს ასე და იმაზე მეტად აჩვენებდეს თავს თავდაჯერებულად, ვიდრე სინამდვილეში არის. და რა დარწმუნებული ხარ, რომ ამ ყველაფრის ფონზე მაინც აგიყვანენ სამსახურში? იმიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ამ მომენტში იგი მტკიცებას იწყებს, აქტიურად ჩართო ხელები, ასევე აქტიურად ჩართო მხრები. ეს ჟესტიკულაცია კი მეტყველებს იმაზე, რომ იგი სრულიად სიმართლეს ამბობს თავისი ხედვით. ყოველთვის ვამბობ იმას, რომ რა ვიცი, ანუ მომეცით საქმე და ყველაფერს გავაკეთებ ისე, როგორც საჭიროა და ხედავ რომ კარგად აკეთებ. ფიქრობ, რომ ანუ ამ საქმეს ასეც გავალებენ კარგად. არ ხარ მოდუნები. კარგად აკეთებ და იმსახურებ ამ პოზიციას. რომ კარგად ვაკეთებ იმის გამო, რომ არა, იმიტომ რომ რაღაც თავშევარდნილი ვარ, ან რაღაცა უბრალოდ მათი უკავშირიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ კი ყველაფერს სწორად ვაკეთებ, იმიტომ რომ თუ რაღაცას არასწორად გავაკეთებდი, მაგ შემთხვევაში უარყოფითი უკავშირი ექნებოდა და რეალურად სულ დადებითი უკავშირი აქვს. მოდი ვისაუბროთ შენს ბოლო დროინდელ ცოდნაზე, რაც მიიღე. აი რა გახსოვს ყველაზე მეტად? აქ რამდენიმე ვარიაცია შესაძლებელია, რომ ნერვიულობდეს, ან იპრანჭებოდეს უბრალოდ, ან კითხვის მოლოდინის რეჟიმში იყოს მხოლოდ. პირველ რიგში მე არ ვიცი ადამიანების ამოცნობა. ძალიან რთული არის ჩემთვის, რომ ადამიანი ამოვიცნო ნამდვილად ისეთი, როგორიც არის, იმიტომ დიდი ალბათობით ყურზე ხელი შეეხებით, იგი გვაგზნობინებს, რომ ბლოკავს ინფორმაციას, მისთვის უსიამოვნო არის ამ თემაზე საუბარი. დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, ხვდები, რომ ხალხი არ არის ისეთი, როგორიც მე მგონია, რომ არის რა. და შენ თვლი, რომ ხარ კეთილი? ვთვლი, რომ კეთილი ვარ. და თვლი, რომ არავინ არ ხედავს ამ შენ სიკეთეს, ხო? არა, მაგას არ ვთვლი, ან მაგას არ ვამბობ, ან ჩემს სიკეთეს რა თქმა უნდა ხედავენ. მე ვამბობ იმას, რომ ამ მომენტში მკვეთრი მიმიკა არ იკვეთება, იგი უბრალოდ თავის აზრს აფიქსირებს, არის მცირედი წარბის შეჭმუხნა, თუმცა ეს ბუნებრივია, რადგან ვსაუბრობთ ისეთ თემაზე, რაც მას ისედაც აწუხებს. შენ ახსენე, რომ ადამიანების ამოცნობა არ ვიციო და აი მაგალითად, ხვალ გაიღვიძე და უცებ, რა ვიცი, ცნობ ყველა ადამიანს, აი რას მოგცემს ეს ყველაფერი შენ? ნაკლები გულის ტკენა მექნება ცხოვრებაში. ბოლო პერიოდში თუ გახსენდება, მე სტრესული მოვლენა ან საკითხი, რაც აი შენში ნეგატიურ ემოციას იწვევს, ან გაღიზიანებას, ან უცებ მოწყენილი ხდები მაგ ამბავს, რომ იხსენებ, აი დღეს მოხდა ეგეთი ამბავი, რაც უცებ რაღაცნაირად გრუზავს ესე რომ ვთქვათ და მოწყენილს მხდის, ანუ ის სიტუაცია, რაც ემოციურ თემაზე საუბრის დროს შეინიშნა წარბების მაღლა აწევა, ასევე თვალების გაფართოება, ხშირი ნერწყვის ყლაპვა, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ემოციური თემის განხილვის დროს იწყება შფოთვა. უკავშირი იყო ძალიან არასწორი ჩემთვის, ანუ რავი, მე ვერ გავიგე. და რატომ იყო არასწორი შენთვის ეს უკავშირი? იმიტომ რომ ანუ ეს რაღაცებს სამბობდნენ სიტყვაზე, რომ აი როგორ ვთქვა, თუ სიტყვაზე ეს არის უკვე გაგრძელება იგივე თემის, სადაც ისევ იგივე მიმიკებით საუბრობს. მოდით გავაკეთოთ პატარა შედარება და ვნახოთ როგორ საუბრობს, როცა მისთვის საყვარელ თემაზე ვლაპარაკობთ, ხოლო შემდეგ როგორ საუბრობს, როცა მისთვის არც თუ ისე სასიამოვნო თემას ვეხებით. აი მართლა ძალიან დავიქრინჯე უკვე. მადლობა ლიზი, რამე სხვა არ დაამატებდი კიდე, რისი თქმაც გინდოდა და რაღაცნაირად კითხვებმა არ მოგცა საშუალება ან დრო დაამატე მოკლედ რისი თქმაც გინდა. მოგეწონა ინტერვიუ? ძალიან. რაღაცნაირად დავიცანე. მადლობა ძალიან დიდი, ეს იყო ლიზი ჭრელაშვილის ინტერვიუ, რომელსაც გავარჩევთ ლექციაზე და მადლობა ყველას, ვინც უყურა ლიზის ვიდეოს. მადლობა დათმობილი დროისთვის. ლიზი, შენ მადლობა რა თქმა უნდა პირველ რიგში. მადლობა შენთან. Thank you.